ძალიან გიხარია. ძალიან გაგეხარდა თქვენ მოგზაურობა. ეთილი ხალიფია. ინფორმირებული ვარ. და გელოდნენ. რაშიც ხო? ესე გიგია. ვაცა? ე. თორე. ამ პოსტზე. ოკა. და რა ხდება? კარგი, ფერგორდა. ჩვენ შემოვიყვანეთ ძალიან ბევრი და. ჩავარჩოთ. ჩავარჩოთ როგორ ჩავარჩოთ. გადავწყვიტეთ. თქვენთვის პრეზენტაცია ახალი პროგრამის, რომელიც გავაკეთეთ სოფლის მეურნეობაში, ახლა იცით რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ მიწები მაქსიმალურად დამუშავდეს. ბოლო 5-6 წელს უყურებ საქართველოში ადრე რო დახვინავდა ეს 2004-ში მაგალითად რა. პრაქტიკულად სარიალტარიანი ძალიან სოდა მიიღო დამუშავებული. ეხლა შეივსო აი როგორც კვადრატები ესე როისება ხოლმე რაღაცა იმას არის. მაგრამ კიდევ დაგჭირდა ძალიან დიდი ნაწილი. და ფიქრობ როგორ წავახარცოთ ხალხი განსაკუთრებით ის ვისაც მცირე მიწები აქვს. მათი ხარ დიდი მეურნეობა ვისაც აქვს იმისთვის შედარებით უკეთესია და მოიფიქრეთ ესეთი 30 ლარიანი სოფლის საგაზაფხულო სამუშაოების ვაუჩერი, იმიტომ წინა წლებში ჩვენ შემოვიყვანეთ ძალიან ბევრი ტრაქტორი. და მაგრამ გამოჩნდა კიდევ ბევრი პრობლემა. ამიტომ ამ ვაუჩერით ესე იგი ნებისმიერ შეიძლება ან მიწეს ეს ტრაქტორის 30 ლარად პატარა ნაკვეთი თავის დაუმუშაოს. ან მიწეს სასუქი და ჩვენ შევთანხმდით რომ ეხლა სასუქი იქნება 35 კილო მოდის 70 ლარით. ეს არის პატარა 1000 კვადრატულ მიწას დაამუშავებ. მაღალმთიანებში ეს საერთოდ პრობლემას უწყვეტავს. და მაგრამ ამას ვარიგებთ ყველგან გარდა დიდი ქალაქების. ამის დროს ხადებიან კორპუსში ცხოვრობს, შეიძლება მიწა არ ქონდეს და მაშინ შეუძლია პირველ ლინის თუ პირველ ლინისამდე არ გამოიტანოს, უბრალოდ მივიდეს და აიღოს ფული ამაში შეუძლებელად 30 ლარი, ბოლოს იმაში მაინც გამოიყენებს, რომ საჭმელს შეჭამს ცოტა ხანი. ტრაქტორებს რაც ეხება, ახლა ჩვენ რამდენი ყავს 1000 ტრაქტორი ხარ როგორ? დაახლოებით ჩვენ ამ წუთას 5500 ტრაქტორამდე არის, რასაც ვფიქრობთ რო არის, მაგრამ რითაც შეგვიძლია ვიმუშაოთ ამ პერიოდში ეს არის 3500-მდე ტრაქტორი. სადღაც 1000 იყო რამდენიმე წლის წინ. ტრაქტორებსაც ეხება, იქ რაღაც პრობლემაა ჩვენ ადრე ტრაქტორებს შემოვყვანით. ტრაქტორისებს აქვს, მე დეგიგი არ აქვს გადახდი. და ამიტომ მალავე. ამიტომ ეხა უთხრათ რომ ლეგალიზაცია გავუკეთოთ, ხა რა დროს დეგიგეზე კაბათი ეხა ჯანდაბას მაგალითავი. ყოველ დაუკანონოთ, თავარია რომ ხალხს დაუმუშავონ მიწას. აი ესეთი ის არის პროგრამა, რომელიც მოიფიქრეთ. ეხა ძალიან წელში გამართული ოჯახებისთვის შეიძლება დიდი შვება არ იყოს, მაგრამ იმისთვის, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, ეს რაღაცა არის. ხა შარშან ჩვენ მაგ საკვები ქონდა 30 ლარიანი და მაშინ აი ფასების ავარდნის პირობებში რაღაცა ეფექტი ხალხისთვის ამარ გამოიყო. შვება ყოველთვის პატარა შვებაც კი შვება. და მით უმეტეს თუ ეს მოგცემს დამუშავების საშუალებას მიწების. ყველაზე მაინც მეტად ხა სიმინდმა სხვა შორის მე მგონი აქაც ხო ძირითადად სიმინდია ხო? და როგორ გამოიყო ამ ახალმწიფე ვინმე და ძალიან კარგი. კი? ძალიან კარგი შედეგი მივიღეთ არსებული შემოტანილი ჰიბრიდისგან. გამხელონა ყოთა. დაახლოებით ჰექტარამდე მქონდა. აი ჰექტარამდე ყველაზე რთულია მაგ გაკეთება. ასე თქვენ თუ გამოგივიდათ, ესე განსაკუთრებით ნიჭი კარგად მოვა. პრობლემებში მცირემიწიანი რაიონია. ეს იყო თავარი პრობლემა, ისაც ჰექტარზე ნაკლებს არ დარგო, ქონდა რომ არ იცოდა მოვლად შესაბამისად და შეიძლება ჩვენც კარგად ვერავოთ. ჩვენ კარგი გამოცდილება ქონდა და კარგი მოსავალიც მივიღეთ. არსებობს გლეხები, რომლებსაც ცოტა ჩაუბარდა, მათმა დაარღვეს აგროწესები, სიმინდის მოვლის, დაცესვის პირობები და ამიტომ ცოტა ნაკლები მოსავალი მივიღეს, მაგრამ უმრავლესობა მიიღო კარგი მოსავალი და ჩვენ ბაზარსაც დაეთყო ზესტაფონის ბაზარში უკრაინიდან შემოდიოდა სიმინდი ამჟამად უკვე გაჯერებული. ზესტაფონის ბაზარი არის თავარი ბაზარი პრინციპში ხარ როგორ მაგალითად ბათუმი მარაგდება საფხულობით ზესტაფონი. ამიტომ ეხლა დიდი ბაზარი შენდება ზესტაფონში, ეხლა ეს მნიშვნელოვანია, დიდი ახალი ბაზარი შენდება, ეს გარშემო საერთოდ ყველაფერი რაც მოვა, თავისუფლად შეიძლება ბაზარში გასაუბრდეს. არ არის დიდი მიწები არ არის, მაგრამ რაც არის მცირე მიწიანია. ბატონო პრეზიდენტო შესაბამისად ფასმას დაიკლო. დღეს 52 კაპიკის სიმინდი კილოგრამი, როცა ლარი და 10 კაპიკი და კილოგრამი სიმინდი. ამიტომ უკრაინიდან თუ არ შემოვთ ადგილობრივი იქნება. კი, ძალიან კარგია. ვაუჩერები ეს ძალიან კარგი არის. გაუმჯობესებს თვითონ. მე არ გავუძვედებ ამის მნიშვნელობას, მაგრამ განსაკუთრებით გაჭირებული ოჯახისთვის შვება არის. ეხლა ადრე ჩვენი ერთხელ 1-2 საწვავი დავარიგეთ, მაშინ 20 ლიტრი ვარ იყო რიგები, რაღაცა ისა, სასუქიც იყო და ესე პირდაპირ შეგიძლია. ეს არის სასუქი, ან სასუქიანის. ძალიან კარგი. ხო და ეხლა ზოგადად ბევრგან ტრაქტორი არ არის და არ ჭირდება, მაგრამ სასუქი ყველა სჭირდება, ხო? ამიტომ აქედან უნდა მოვიდეთ და ეს ორგანიზება ესე ეხლა ადრე ტრაქტორებსაც დარიგებას აძლევდა და ტრაქტორები არ იყო, მაგრამ ეხლა სხვადასხვა გრანტები, სხვადასხვა ჩვენი საბიჭო არის
ტრაქტორი ყავს და ეს არის რომელიც ემსახურება სოფლს. ხო, პრინციპში მისთვისაც ეს არის ყველაზე მეტად ხო და რა ხელმისაწვდომი. თქმა უნდა, ტრაქტორის სოფელში ერთ-ერთი სხვა ჩვენს ეხლა რასაც ვაკეთებ ამ ტექნიკურ მომზადების სკოლებში, თავარი ერთი დავალება რომ მომზადო ტრაქტორისტები. ტრაქტორ ეხლა ჩვენ ტრაქტორები შეიძლება ტექნიკაც იცვლება, მაგრამ შეიძლება აღმოჩნდეს რომ ტექნიკა უფრო მეტი ყავს ვიდრე ტრაქტორისტი. ამჟამად კაი თანამედროვე ტექნოლოგიებით რომელიც არის ახალი ტრაქტორების შემოსული პრაქტიკულად ძნელია და რამოდენიმეჯერ მოგვიწია მათი გადამზადება ტრაქტორისტების იმისათვის რომ ეს ტექნიკა ემართათ. უკვე ყველამდე წელია ტრაქტორი. ბავშვობიდან ტრაქტორები კი არა, მანქანა ტექნიკასთან მაქვს საქმე რა. ხო და ნუ ხა ესეთ გამოსული ხალხი ხალხი მაინც ვინმე ტექნიკას და რა. ხო, მაგრამ პრინციპში არის სოფლები სადაც არ უნდა. პრინციპში ეს სტატუს რაც შეეხება იმას რო აკეთებ თუ მაგრამ სერვის ცენტრს ლაბორატორია თავის თავად, იმიტომ რომ სამტრედიდან უწევთ ამ რაღაც სერვისის მიღება, ნაწილობრივ. იქ ახლა ზესტაფონში მოუწევთ ამ შემთხვევაში. გაუმჯობესდება აუცილებლად. კარგი, მოკლედ ესე იგი ამას დაგიტოვებთ თქვენ. ამის შემდეგ. პრეზიდენტმა მადლობას მოგცემ თქვენ ხალხში მიმდინარე აღშენებების სოციალიზმის